სახმარებლად 4 დღის განმავლობაში 50-მდე ქართველი შემსრულებელი თბილისში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს. შემოსული თანხაკი მთლიანად გურჯაანის ბავშვთა სახლს გადაერიცხება. იქ წავიდეთ, სადაც ღმერთმა ქნას. იქიდან ხომ ყოველივეს ჩანს. გია ნიკოლაძე საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება. მან 4 დღიან აქცია ფესტივალში 50-მდე სხვა მომღერალთან ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასეთი შემოთავაზებები ნიკოლაძეს იშვიათად აქვს, მაგრამ ასეც რომ იყოს დარწმუნებულია, რომ ადამიანების დასახმარებლად დროს აუცილებლად გამონახავს. თვითონ ვითარება არ ყოფილა ისეთი, რომ რამდენჯერაც მეტყვიან, რომ მიიღე, იმენჯერ მიმიღია. მაგრამ ღმერთმა ქნას რომ ხშირად ჩატარდეს ესეთი აქციები და არც ეს არ გამოუტოვებ კაცს ლაპარაკობ. ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, სოფო ბედია, გიორგი სუხიტაშვილი. ეს იმ ჯეოსტარელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქველმოქმედო აქცია ფესტივალში მონაწილეობით გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლს დაეხმარებიან. გადატვირთული საახალწლო დღეების მიუხედავად ახალგაზრდა მომღერლებმა ბავშვების დასახმარებლად დრო მაინც გამონახეს. პირველ რიგში ეს არის არის უდიდესი მადლი, რომელიც შეიძლება ქართულმა ადამიანმა, ქართულმა არა საერთოდ ადამიანმა გააკეთოს. ძალიან გამიხარდა და იმედია მომავალშიც გავაგრძელებ, იმედია არა. აუცილებლად ჩემი დიდი სურვილია და თუ იქნება შემოთავაზებები, აუცილებლად დავეხმარები ამ ბავშვებს. ამ აქციას არც ზუმბა გამოაკლდა. ის 17 იანვარს მსმენელის წინაშე ტრადიციულად ჩვენებურებთან ერთად წარსდგება. ადამიანი საერთოდ გაჩენილი არის სიკეთის კეთებისთვის და ერთ-ერთი მთავარი დედააზრი არის ადამიანის ბუნების. გვინდა რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქველმოქმედო ფესტივალი სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ტარდება. 2 წლიანი სტაჟი და 15-მდე მსგავსი ინიციატივა ორგანიზატორებს საშუალებას აძლევს იფიქრონ, რომ აქცია ამ შემთხვევაშიც წარმატებული იქნება. მიგვაჩნია, რომ ასეთ ადამიანებს ზოგადად საზოგადოებისგან განსაკუთრებით სტუდენტებისგან ჭირდება თანადგომა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ მომავალი ექიმები ვართ, კარგად გამოჩნდა მოწოდება ზოგადად სტუდენტებისგან, რომ აქტიურობა ყოფილიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ფესტივალზე დასწრება ფასიანია და შემოსული თანხა მთლიანად გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლს მოხმარდება. სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობა ფულადი დახმარების გარდა ბავშვებისათვის საჩუქრების ჩატანასაც გეგმავს. ორგანიზატორები მომღერლებთან ერთად ბავშვთა სახლს თებერვლის დასაწყისში ეწვევიან.